სუფრაზე სამშობლო სადღეგრძელო ითქვა და ერთ-ერთმა ადამიანმა დააყოლა, რომ რა არისო ესო მეო რუსების, უკრაინელების და სლავების ამ ქვეყანაში შემოსვლა ესე არ მაწუხებს როგორც ამ ინდოელების და არაბების და ამ გადაყვითლებული ხალხისო. ეს იმ კონტექსტში თქვა, რომ ქვეყნის გადარჩენის სადღეგრძელო იძახდა. მეთქი უბრალოდ თვალი არ გაქვს შეჩეული, თორე იდეაში რა მნიშვნელობა აქვს, თუ მაინც და მაინც უცხოა. მე დავამატე ის, რომ ეს მეთქი იმის ბრალია, რომ ქართველებს აქცევენ ამ ქვეყნიდან. მთავრობა პირდაპირ იძახის, რომ თუ რამე არ მოგწონთ, წადით აქედან, მოგვიწოდებენ. და ხა ცარიელი ადგილი არასდროს არ რჩება, როგორც ამბობენ, ხო, უპატრონო ქვეყანას ეშმაკები დაეპატრონებიან, უპატრონო ტაძარს. ხო, რუსულში არის კიდე უფრო ისეთი გამოთქმა, რომ წმინდა ადგილიო ცარიელი არასდროს არ რჩებაო და ხო, მე ამას მოაყოლა, ხო, აი ძალიან ცუდია საქართველოსთან რომ მიიდიან მირბიჭო. არ არის ამ ქვეყანაში პირობები. ხო, აი ჯობიაო, რომ აი რატო არ შეიძლება რომ ერთად ყველამ გავერთიანეთ ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად და ამ ქვეყნისთვის ვიმუშაოთ. მეთქი ძალიან კარგადაც შეიძლება, მაგრამ სწორედ ამ მთავრობამ დაგვაპირისპირა ერთმანეთს და ამათმა შემოიტანეს ეს დაბნეულობა და გვაბნევენ, რომ ის არის აგენტი და ეს არის გამყიდველი და ის არის გამყიდველი. ყველანაირად ხელი შეუწყეს აი ამ პროპაგანდის და ერთმანეთის დაჭმის გაღვივებას. სწორედ მათ პირველ რიგში. ხო, აიო ესო როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს და ისტორია მაინც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. აი მაგალითადო, ხო გამოჩნდაო ებრაელები როგორი ხალხი არიან, როგორ ემტერებიან არაბებს და როგორ ჩაგრავენ და ეს მართალი ყოფილა ჰიტლერიო. აქვე მინდა ვთქვა პალესტინის მხარდამჭერების და განსაკუთრებით ქართველი მხარდამჭერების გასაგონად. აი ასე დადის ადამიანებამდე, ვინც პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის ჩართული, აი ესე დადის თქვენი განწყობები, რომ თურმე ებრაელები ჭყალებში იმსახურებდნენ და იმსახურებენ იმას, რაც დამართეს. ანუ თქვენი აი ამ ხარდაჭერის გამო ადამიანები იწყებენ ჰოლოკოსტის გამართლებას. ასე დააქვს შემდეგ პროპაგანდას და ასე იყენებს თქვენს აი ამ განწყობებს. და ეს ვიცოდეთ და გავფრთხილდეთ. ახლა მე რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ ისრაელი არის ერთი და მისი მოწინააღმდეგე სახელმწიფო არაბული არის რამდენიმე ათეული, ხა ნამდვილად არ ვიტყვი ზუსტად რამდენი. ებრაელი მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი და მათ უპირისპირდებათ რამდენიმე ასეული მილიონი ფაქტობრივად, რა ვიცი, მთელი ერთი კონფესიის ხალხი უპირისპირდება ამა თუ იმ ფორმით ისრაელს, როგორც სახელმწიფოს და როგორც ებრაელი ხალხის თავშესაფარს.